შეუძლია დამსვენებელს რომ აი დატკბეს ამ ულამაზესი ხედით. აი ნახეთ რა ლამაზი ბუნება, რა ლამაზი ხედია. ყურებდი როგორ იცლებოდა სოფლები, გული მწყდებოდა ახალგაზრდები რომ არჩებოდნენ სოფლად და ყოველივე ამის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მოგვეგონა ისეთი რამ, რითაც შეიძლებოდა ახალგაზრდებისთვის მაგალითი მიგვეცა და მოვიფიქრეთ სასტუმროს გახსნა. ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი ჩვენი სახსრებით. შემდეგ გავიგეთ აწარმოე საქართველოს შესახებ, დავწერეთ პროექტი და გვაფინანსეს 10,000 ლარის ოდენობით. იმით შევიძინეთ საოჯახო ტექნიკა და რაც საჭირო იყო სასტუმროსთვის. ნელ-ნელა შემდეგ ვითარდებოდით, შემოსულ თანხას ვახმარდით ისევ სასტუმროს. ეს არის ჩემი მიწის ნაკვეთი, რითაც დაინტერესებული არიან ტურისტები. ქონია შემთხვევა რომ შეგვიკვეთეს რომ დავლოდებოდით ამ მოსალის აღებას, სიმინდის აღებას, კარტოფილის აღებას დაგვეხმანენ, რითაც მათაც ისიამოვნეს და ჩვენს კიდე აქეთ დაგვეხმანენ. ისთვის დიდი მადლობა მათ. თუ აქვთ ვინმე სურვილი, შეუძლიათ მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა ლობიოს კრეფაში, სიმინდის აღებაში, კარტოფილის აღებაში. მათთვის გააჩინა რა იქნება საინტერესო. გავიგეთ რომ შუახევის მერია ეხმარებოდა სოფლად ცხოვრებ ქალბატონებს ეკონომიკური გაძლიერების მიზნით და დიდი როლი აქვს აჭარწყალი ჯორჯია სანადა ფინანსებით. მივიღეთ მონაწილეობა და მოვიგეთ პროექტი, რითაც გავხსენთ საკონფერენციო დარბაზი. ვფიქრობ ეს დარბაზი ძალიან საჭირო იყო და თან იმიტომ რომ ეს პირველია და არ არის მარეთის ხეობაში. სხვადასხვა ტრენინგები ტარდებოდა აღიაცის ქვეშ მანამდე. კიდე რომ აი სოფლად ცხოვრები ქალები რომ მოკლებული არიან ყველანაირი ისეთ შეკრების ადგილს, ვფიქრობ ეს წაადგება როგორც ჩემს სასტუმროს, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებს და სოფლად ცხოვრებ ქალებს.